მოგესალმებით ხერხის საინფორმაციო სამსახური დღის ამბებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ ახალ სორზეს სოსო კაცდაძესთან ერთად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი დეპუტატებისგან პროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი მიიჩნევენ, რომ მშავრდებულთა მასობრივმა გათავისუფლებამ შესაძლოა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაართულოს. თემას თორნიკე ხურციძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში თორნიკე გისმენთ. დიახ, პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა. რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრო და საშელახსრულების სამინისტრო პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და მშავრდებულთა სტატისტიკას წარუდგენს, რომლის შემდეგაც უკვე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტი პატიმარია. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. არასამთავრობო სექტორს ასევე კონკრეტული რეკომენდაციები აქვს პარლამენტის მიმართ. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ადამიანები, ვინც იყვნენ, ის იყვნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული პატიმრობიდან და ადამიანები, რომლებსაც მიიღეს პოლიტიკური დევნით სტატუსები სხვა ქვეყანაში, ეს ამ ადამიანებს მიეცეთ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება. საპარლამენტო უმცირესობაში კი აღნიშნავენ, რომ მასობრივმა გათავისუფლებებმა შესაძლოა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაართულოს. ისინი საშელახსრულების სამინისტროსგან გასათავისუფლებელ პირთა კონკრეტულ სტატისტიკას მოითხოვენ. შესაძლებელია გავიაროთ ასევე ექსპერტებთან კონსულტაცია, შეიძლება იყოს კრიმინოლოგია, აპროპორციის დავშვა, შეიძლება გადანაწილდეს ეს გამოსულთა რაოდენობა ქალაქებზე, სოფლებზე, რამდენად შეცვლის ეს კრიმინოგენური მდგომარეობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით. დეპუტატები ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო უმცირესობის რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებლად მოხდება. ცნობილია, რომ გათავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები, სასჯელი გაუნახებდებათ არასრულ წლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს და რაც შეეხება მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, შესაძლებელია, რომ სასჯელი შეუმცირდეს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებსაც. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის დეტალებით პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძე საუბრობდა. გიორგობის დღესასწაულზე ციხეს რამდენიმე ასეული პატიმარი დატოვებს. შეწყალების კომისია 1000-ზე მეტი პატიმრის საქმის განხილვას იწყებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბა. კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია სულ 1400 საქმეს განიხილავს, რომელთა ნაწილი შეწყალების კომისიას საპატრიარქომ გადასცა. თევდორაძის განმარტებით, საპატრიარქოს სიას შეწყალების კომისიას სრულად ვერ განიხილავს, რადგან დროში ვერ მოესწრო და ამ საქმეების ნაწილის განხილვა საახალწლოდ მოხდება. მისი ერთმით იმისთვის, რომ პატიმარს შეწყალება შეეხოს, საშელის ნახევარი მოხდილი უნდა კონდეს და დადებითად უნდა იყოს დახასიათებული. შემოვიდა განსახილველად 1400 საქმე. ამდენი საქმე არ შემოსულა არასდროს, აგიხსნით რაშია საქმე, იმიტომ რომ გარდა იმ საქმეებისა, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის სახელზე იყო განცხადებები, საპატრიარქოს შუამდგომლობითაც დაემატა ამ ასე ვთქვათ განცხადებების კიდე ესია. თუმცა ჩვენ ნამდვილად მთელი შუამდგომლობით შემოსული საპატრიარქოს სია ვერ შევძელით, ვერ გავიარეთ, მაგრამ რაღაცა ნაწილი მოვასწარით, დანარჩენი საახალწლოდ გადავიტანეთ. ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენ ადამიანს და რა კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება კანონი. როგორც მთავრობის ხდომის დაწყებამდე საშელახსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი იმ პატიმრებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ მიეცდნენ პასუხისმგებლობა. ამნისტია არ არის გამოსავალი ყველაზე სწორი, გაცილებით მასშტაბური იქნება ის ღონისძიებები, რასაც გეგმავთ, ეს არის საჭილთა შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადამდე გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება. ორივე ეს გზა ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს, ორივე ეს გზა ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება გამოშვებულმა ადამიანმა წარმოშვას ან არ წარმოშვას გარეთ, ასე რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება და საჭილთა შეკრებილობა არის გაცილებით ეფექტური გზა იმისთვის, რომ განვტვირთოთ ის მაღალი პატიმრიანობა, რომელიც დღეს არის საქართველოს სასჯელახსრულების დეპარტამენტში.
პანამის არხში ჩარჩენილი მეზღვაურების ჩამოყვანის გეგმა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქალაძე უკვე ესაუბრა მეზღვაურებს. ეს არის ნიგერიული გემი, რომელიც გამოსული ამ წყობრიდან და ამიტომ მას პორტში არ უშვებენ. მაია ფანჯიკიძის თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა და განიხილება მეზღვაურის ჩამოყვანის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეოთხე თვეა პანამის მახლობლად რეიძია გაჩერებული. ესე იოლად საქმე არ არის, როგორც ჩანს, მათ კი ძალიან უნდათ წამოსვლა, მაგრამ იქ რაღაც დეტალები არის კიდევ გასარკვევი, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი მეზღვაურებისთვის. ამავე დროს ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიხილავთ მათი საქართველოში ჩამოყვანის შესაძლებლობებს. ასე რომ დღის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება უკვე კონკრეტული გეგმა, რას ვაპირებთ შეთანხმებული თავად მეზღვაურებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავალიანება აქვს ამ გემს მეზღვაურების მიმართ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა მათთვის და სანამ ისინი თვითონ არ გაერკვევიან ამაში და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ რასაკვირველია მათი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ მუშაობთ. შოთა ხიზანიშვილსა და ვასილ ლილუაშვილს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა. საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ მოსამართლე გარეშცემ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზად ბრალდების სიმძიმე, ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა. საქმეზე წინა სასამართლოს კვლევა 26 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ თენგიზ გუნავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გუნავას გირაოს თანხის 10,000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ბრალდებული საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კი 3 იანვარს გაიმართება. სასამართლომ ბრალდებულ თენგიზ გუნავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული საქმიანობა, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, ასევე გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისთვის ხელის შეშლის საფრთხე. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ათახალაიას პროკურატურა ბრალს სავარაუდოდ დღეს აუყენებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მეცხრე არხის ეთერში ეკაბერიძის გადაცემაში განაცხადა. პროკურორის განმარტებით ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება და ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება და ახალაიას ბრალი დაუსრებლად წარედგინება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. ახალი ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვია ძიძიგურმა პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ბოლოდროინდელი დაკავებების შეფასების დროს განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული. მისი თქმით, დღეს სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ და ის გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამის დასტურად უმრავლესობის წევრმა თენგიზ გუნავას საქმე მოიყვანა, რომლისთვისაც პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუ ვინმე საინტერესებს, რომ ქვეყანაში პროცესები მიმდინარეობდეს, ხოლო სამართლებრივად მიდიოდეს კანონის შესაბამისად, ეს არის ახალი ხელისუფლება. თქვენ ხედავთ, რამდენად არის დაინტერესებული მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ საქართველოში რევანშიზმი და პოლიტიკური დევნა კი არ, არამედ დემოკრატიული პროცესები წარიმართოს. ეს სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ. მე შემიძლია ეს ცალსახად გითხრათ, ამიტომ პოლიტიკური დევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯიბის სასამართლო, რომელიც ყავდა წინა ხელისუფლებას. ეს სასამართლო არ არის ასეთი ტიპის ზეწოლის ქვეშ, ეს კარგად იცით, ეს თან ის სასამართლოა, რომელიც არის სწორედ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული მოსამართლეებით და ამიტომაც ახლა მე რამდენიმე კომპონენტი გითხარით, რაც არის პოლიტიკური დევნისთვის აუცილებელი და რომელიც საქართველოში უკვე არ არის. ეს არის მედია მონიტორინგი, ეს არის საზოგადოებრივი მონიტორინგი, ეს არის სასამართლო, რომელიც არ არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ. საპირისპირო განცხადებას აკეთებს დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უდანაშაულობის პრეზუმპციას უგულებელყოფენ და ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეფასებებს სამართლებრივი არგუმენტების გარეშე აკეთებენ. დარჩიაშვილის თქმით, გახმაურებული საქმეების გამოძიება, მათ შორის ბაჩო ახალაიას საქმის გამოძიება პროკურატურამ ყველა დეტალის გაცნობისა და ორივე მხარის დაკითხვის შემდეგ უნდა დაიწყოს. დღესვე დავით დარჩიაშვილმა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მის თქმით, ქართული ოცნების წევრების მხრიდან არის სურვილი, რომ 1 ოქტომბრის შედეგებით საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაბათილდეს.
ისტორია პირველ რიგში აი გუშინდელი დღით იწყება და ის უნდა გაანალიზო კარგად. და ეს გუშინდელი დღე იყო კრიმინალის სრული უკონტროლო გავლენა ციხის შიგნით და ციხის გარეთ. ციხე მართავდა შევარდნაძის ბოლო პერიოდში დანარჩენ გარე სამყაროს. ეს ცნობილია, მე მგონი თუ ამაზე კითხვები იქნება, მოდით ამაზეც ვისაუბროთ. აი ამას უნდა დაპირისპირებოდა ხელისუფლება 2004-5 წლებში. ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იდგა ბაჩო ახალაია. თუ მან ამ ბრძოლაში ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი ინფორმაცია. ციხეებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა ქართული დასის ლიდერმა ჯონ დი ბაღათურიამ. მისი განცხადებით, ციხეები უკანონო პატიმრებით გადატვირთულია. ბაღათურია მიიჩნევს, რომ ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს რეფორმები და ჩატარდეს ამნისტია. ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს ის ადამიანები, ვისაც შემთხვევითი დანაშაული აქვს ჩადენილი, გათავისუფლდნენ. ასევე უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც ნარკომანიით არიან დაავადებული. ქართული დასის ლიდერის განცხადებით, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებს მკურნალობა სჭირდებათ და არა ციხეში გამოკეტვა. ციხეებში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ერთის ხრი ციხეების გადატვირთულობით, მეორე იმის თვალსაზრისით, რომ ციხეებში ძალიან ბევრი პატიმარი არის სრულიად უკანონო და უკანონოდ იხდის სასჯელს, ძალიან ბევრი უსამართლოდ იხდის სასჯელს, ანუ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მისჯილი აქვს სრულიად არაადეკვატური სასჯელი, რასაც განაპირობებდა სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის სრული უსამართლობა. საპარტნიორო ფონდის დირექტორს 6-ის ნაცვლად 2 მოადგილე ეყოლება ფონდში. საინვესტიციო საბჭო ამოქმედდება, რომელიც პროექტების შეფასებასთან ერთად საკრედიტო, საფინანსო, ლიკვიდობის, რეპუტაციული და სხვა სახის რისკების ანალიზს მოახდენს. და ფონდის როგორც აღმასრულებელ, ისე სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსახორციელებელ პროექტებს მათ პერსპექტიულ ანალიზთან ერთად. რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგია ასევე საპარტნიორო ფონდის მთლიანი სახელმწიფო ფონდის 30%-ით შემცირება. ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გილაურის შემდეგ ფონდი დატოვა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ. ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საქართველოს რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუკბაიამ აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ცვლილებებს იწყებს. საგადასახადო ადმინისტრირების საკონტროლო შესყიდვებისა და კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმების პროცესებთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისრაფიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლამდე აღნიშნული სამსახური დაკისრებულ ვალდებულებებს არასრულებდა და პროცესები თითქმის შეჩერებული იყო. მისივე განცხადებით, შემოსავლების სამსახური აპირებს მკაცრად გააკონტროლოს გადამხდელების მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ღონისძიება. ამასთან გადაიხედება საჯარიმო სანქციები და გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის შეღავათიან მომსახურებას შესთავაზებს. შედეგები ანალიზდება და წინა საარჩევნო პერიოდში თითქმის შეჩერდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი, არ ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვები, ინვენტარიზაცია და სხვა კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმებები. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, გვინდა ცალსახად განვაცხადოთ. შემოსავლების სამსახური არ დაუშვებს საგადასახადო ადმინისტრირების შესუსტებას. ასევე გვინდა განვაცხადოთ, გადამხდელის, მისი პარტნიორებისა თუ მენეჯმენტის პოლიტიკური კუთვნილება ან სიმპათიები არ განიხილება როგორც პრივილეგია თავი აარიდოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწესებთ ჩვენივე სამსახურების ქმედებებზე და ვპირდებით გადამხდელებს. მკაცრად აღიკვეთება გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ღონისძიება. საკურნალო ცენტრ შუა ქალაქის სამედიცინო პერსონალი და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან გულიკო ზუმბაძე ელექტრონული აუქციონის გაუქმებას ითხოვს. როგორც საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, თბილისის ქონების მართვის სააგენტომ ისე გაიტანა ქონება გასაყიდად, რომ ამის შესახებ სამედიცინო პერსონალი არ გაუხტილებიათ. ცენტრის ხელმძღვანელობა აუქციონის შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მერიის ქონების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აუქციონზე განცხადების მიღება დღეს დასრულდება და აუქციონი 20 ნოემბერს გაიმართება. მერიაში აცხადებენ, რომ პრივატიზაციის შედეგად მხოლოდ მესაკუთრე შეიცვლება, პროფილი კი შენარჩუნდება. მივმართავ ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შეაჩეროს აუქციონი. მივმართავ ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას და სხვა შესაბამის კომისიებს, რათა შესწავლილი და დადგენილი იქნეს შემდეგი. უკვე გაყიდული ასეთი ობიექტები რამდენად აკმაყოფილებენ თბილისელების მოთხოვნებს. საჭიროებს თუ არა ქალაქი ჰქონდეს თავისი მუნიციპალური სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრები.
დაასაბუთონ თბილისის საკრებულომ და ქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა, რატომ უნდა გაუყიდონ თბილისელებს შედარებით იაფი და ხარისხიანი მომსახურება, მაშინ, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არის. პრივატიზაციის პროცესი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ამ სფეროში კერძო ინვესტიციის განხორციელება, იგივე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და გაუმჯობესება, მეტ პერსონალისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სამუშაო გარემო და უკეთესი გარემო თვითონ თბილისელებისთვის, ვინც ამ მომსახურებას იღებს და რეალურად შესაძლებელი გვექნება კიდევ ერთი სრულყოფილი და გაუმჯობესებული ჯანდაცვის ობიექტი მივიღოთ. ახალი ორზე განაგზავს პირდაპირ ეთერში მუშაობას რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ბრუნდება. ამის შესახებ რეჟისორმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. გადავწყვიტე, მოვდივარ თეატრში, არც უფერული მსახიობის სალიკოს კუთვნილება, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების მმართველმა, როგორც ბურმანივი ჩიასია თეატრს. მოვდივარ ეს თეატრი ილიას საკაკის იაკობის დაარსებულია და კოტეს ნებები ახმეტელის სისხლი დოდოს თეატრალობა მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ამ თეატრში მეც მუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვე ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე, ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რეჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისი ხელფასი ბევრად დაბალია ვიდრე უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია, ქართველების ერთადერთი თეატრი სამწუხაროდ, წერს სტურუა. რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობიური განცხადებების მოტივით კულტურის მაშინდელი მინისტრის ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებას რურუამ 2011 წლის 15 აგვისტოს მოაწერა ხელი. და ძალას უსხიანი ზამთარი და პარტია თავისუფალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, რომ გადახედოს საქმისადმი თავის მიდგომებს. პარტიის პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანაძის განცხადებით განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო არ არის და განმარტავს, რომ სწავლის კიდევ უფრო გაძვირება გამოიღებს შედეგს, როცა განათლების მიღება მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლებს შეეძლებათ. პარტიის გენერალური მდივნის ალექსანდრე შალომბერძის განმარტებით კი განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ 100% დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენი ამოცანა, რომ გაიზარდოს ბენეფიციართა რიცხვი, გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები სწავლის დაფინანსებაზე და ამით ჩვენ შევძლოთ მთავარი რამის განხორციელება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განათლება, სწავლის მსურველთა განათლება. ბატონი მარგველაშვილის მიდგომები წააგავს ალბათ უფრო არა განათლების, არამედ ეკონომიკის მინისტრის მიდგომებს, იმიტომ რომ სწორედ ეკონომიკაში არის რომ მნიშვნელოვანი პროდუქციის რენტაბელურობა და ამითი მეტი ფინანსური მოგების ნახვა, მაგრამ განათლების სისტემა არის ის სისტემა, სადაც უმთავრეს დივიდენდს წარმოადგენს განათლებული თაობა, პროფესიონალი ახალგაზრდები და განათლების სამინისტროც უნდა იყოს იქითკენ ორიენტირებული. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამართლებრივი დავის საფუძველი კი სისხლის სამართლის კოდექსის 3 და 207 მუხლებია. ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლს ეწინააღმდეგება. კერძოდ ხუხაშვილის თქმით, 2012 წლის 25 ივლისს ინსტიტუტის ანგარიშის დაყადაღების შემდეგ საბჭოს წევრებმა ვერც ყადაღის მიზეზი გაიგეს და ვერც გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რადგან კანონმდებლობის თანახმად პროცესში დაზრალებული ინსტიტუტი სამართლებრივად მხარედ არ იყო აღიარებული. სარჩელთან ერთად ინსტიტუტი პარლამენტსაც მიმართავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3 და 207 მუხლები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა. საკონსტიტუციო დავის ინიციირების საშუალება მოგვეცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვიყავით დაზარალებული. მოგესალმებათ, რომ სხვა შემთხვევაში ხო ინიციირება ამისი, უნდა მოხდეს პარლამენტიდან, ან სხვა ინსტიტუტებიდან. მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ამას გაგებით მოეკიდება, იმიტომ რომ როგორც მათ გაცხადებული აქვთ, მათი მიზანია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ესეთი ტიპის შავი ხვრელების ამოღება კანონმდებლობიდან, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვუყურებ მათთან თანამშრომლობას ამ კუთხით. დილნახვაური იყო ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბაზრობაზე და ქუჩაში მოვაჭრეებით, როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლები მათ ხშირად შეურაცხყოფას აღენებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ გლდანის მეტროს შესასვლელი გარემოვაჭრეებისგან თითქმის მთლიანად გაწმინდა. გარემოვაჭრეების თქმით, მათ ბაზრობაზე ვაჭრობის საშუალებას ბაზრობის მოვაჭრეები არ აძლევენ. საპირისპიროს ამტკიცებს ბაზრობის ადმინისტრაცია.
მე ამ ცხონია რომ ციგნების გვერდში გავარდა ვაჭრობ. თავარი არის ჩემთვის რომ პრობლემები მოხდა და გადავიხადო. ამ წუთში ტელევიზიას ინტერვიუს ვაძლევ და მირეკავს ბანკი. რა ვქნა, არ არის ეს ფული, ვერ მოვიპარა და ცუდ საქმეს ვერ გავაკეთებ. გოგუები ამბობენ რომ გვაგინებენ დედას. მე პირადად მართლა არავინ მაგინებს. იქით რომ როდესაც ჩვენ უფრო ვეუხეშებით, მაშინ რატომ ხართ ქალბატონო ასეთი აგრესიული და რაღაცა. აგრესიული ვიქნები, შვილთან მივდივარ და შვილებს ფიცავარ სასაცილოდ. აი ხურდები მიყრია, როგორ წავიდი არ ვიცი. მაგათ უნდათ 4 ლარიან დახჭი და 4 ლარი რომ არის დღეში გადასახდელი. იქ უნდათ დადგნენ, რეალურად უნდათ რომ ვინც იგდგას ისინი გავყაროთ, ან შევზღუდოთ, ან რაღაცა დავაყენოთ იმაგურად და ახლა ეგეთი რაღაცა გამორიცხულია რომ სხვა გაუშვა და ის მოვიყვანო და დახლების მეტი რა 70-მდე დახლი, 60-დან 70-მდე სულ თავისუფალია მოვიდნენ და დადგნენ. აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ დაათვალიერა. მურღულია ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც დაესწრო. აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ რეგიონული და ინფრასტრუქტურული მინისტრის მოადგილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარჩილ ხაბაძეს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობასა და განხორციელებაზე ესაუბრა. მინდა გავეცნოთ ეგეთ წოდებული გონიოს ხიდს, ახალ ხიდზე იყო საუბარი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ჯერ დაწყებული არ არის, მიმდინარეობს, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და შესაბამისად გვაინტერესებს მოვისმინოთ და განვიხილოთ თუ რამდენად ლოგიკური იქნება ეს, რომ მოვამზადოთ საკითხი, რომ შემდეგ მთავრობა მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე ამ პროცესში ჩართული არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ეს ხელმძღვანელიც. ხიდი გადაევლის ჭოროხს და უკავშირდება ქალაქი გონიოს და სარფის ტერიტორიებს, რაც ინვესტორებისთვის შემდეგ უფრო იქნება მისაღები და მისაწვდომი. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს პროცესი დავარეგულიროთ და გავთვალოთ 2013 წლის ბიუჯეტისთვის. ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული კონფერენცია გაიმართა დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში. კონფერენციას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილავდნენ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. პროექტის მიზანი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს დახმარება და ინვესტიციების განვითარებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ინვესტორისთვის, ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაიხვეწოს ის ვაჭრობის წესები, განსაკუთრებით თურქეთთან, რაც არის ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და ეს ძალიან ხელშეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, მოზიდვას კიდევ დამატებით ინვესტიციების და შეუქმნის ძალიან დიდ კომფორტს ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მუშაობს ამ სფეროში. რაც შეეხება დღის სხვა მნიშვნელოვან ამბებს, ტყიბულში შესაძლოა საყოველთაო გაფიცვა დაიწყოს წიძიგურის სახელობის შახტაში დარჩენილ 50-მდე მეშახტეს სოლიდარობას მინდელის სახელობის მეშახტეებიც უცხადებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სკოლები და სამედიცინო დაწესებულებებით შეუერთდებიან. პროტესტი წიძიგურის შახტის შესაძლო დემონტაჟსაც მოხარის გამოც მეშახტეებმა სამუშაო ადგილი აღარ დატოვეს და საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისე გვახვერძეს, ესე იგი იმ ხელზე მიგვიყვანოს, რომ ის გვათქმევიეს, რომ მომატება კი არა, რაც ხონდა ის მაინც მოგვეციო. ამას თავიდანებად ახლა გლატყურავთ, ეს რანაირი კარტულია, არ ვიცი. ესე იგი გამოდის, რომ დაგუზე თავი და იმუშავე, რა ვარც გეტყვის ის. ჩემი მეუღლეც არის, ძმა არის ჩემი კიდე გუშინ დილას რო წავიდნენ 6 საათზე, დილას ჯერ კიდე არ არიან გამოსულები. ჩვენ ვითხოვთ, არ ვითხოვთ ხელფასების მომატებას, ვითხოვთ იმუშაოს შახტა. ჩვენ რა ვარ შახტაში ევბიზები. შახტი თვალიდან სადაში მუშაობ. მომდახმეზე მომაჩემ მუშაობ. ამდენი არ მოხდა. ხელფას დაგვიანება არ იყო, იყო შეიძლება ხაბეზე იმანა. მოგებულობთ. დავით ბაციკაძე ლევან ვარშალომიძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას მოითხოვს. ლევან ვარშალომიძის სახლს დღემდე იცავს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, რაც ბაციკაძის შეფასებით უკანონოა. ბაციკაძის მტკიცებით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ვარშალომიძის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებოდეს. იმ სიკეთეებიც, რაც არსებობდა მისი მოღვაწეობის პერიოდში, ისევ სარგებლობს ლევან ვარშალომიძე, ჩემს აზრით ყოველად უკანონოდ. ამიტომ მოვითხოვ სპეციალური დაცვის სამსახურისაგან, რომ მოეხსნას ლევან ვარშალომიძეს ეს დაცვა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეჩერდეს.
ხმაური ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა აკრძალა, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოყვა. აქცია მოგვიანებით გამგეობასთან გადაინაცვლა. მოვაჭრეები გარევაჭრობის დროებით ახალ წლამდე დაშვებას და გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ. ზუგდიდში გარევაჭრობა ჯერ კიდევ ივლისში აიკრძალა, თუმცა წინასაარჩევნოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს ვაჭრობის საშუალება მისცა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გარემოვაჭრეები აქციების გამართვას აპირებენ. ზუგდიდის გამგეობას კი მათთვის ალტერნატიული ფართი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია. ხელისუფლებამ გამწევს, ვინც აყარამამ გაგვცეს პასუხი, კაცო, რა ვქნათ საწავიდეს, ამდენი მშიერი ხალხი საწავიდეს. გვიხარია განა ქუჩაში დგომა, ამ წვიმაში, ამ სიცხეში, ამ თოვლში, გვიხარია, არავის არ უხარია, მაგრამ ყველა იძულებით არის აქ. ყველამ რომ ლუკმაპური წაიღო სახში, იმიტომ დგას აქ ყველა. არავითარი ბრძანება არ წარმოუდგენიათ ამათ. ესენი არიან დღესდღეობით მოქმედო ხელისუფლება. მობრძანდა აქ და არავისთვის არაფერი რო არ უთქვია, ისე აყარეს. დაგვანახონ ახალი ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეს რა ქვია საბუთი ბრძანება მოგვცენ, ჩვენც არ ვიმუშავებთ, მერე თუ მართლა აიგრძალა ეს. გავცხელებით ახალს რო გარევაჭრობა აკრძალული იყო საერთოდ მთლიანობაში და გავცხელებას ვაძლევთ და დღეიდან უკვე იძულების წესით უკვე იგრძელება გარევაჭრობა. ალტერნატიული ფართი თუ შეთავაზეთ ამ ადამიანს? ალტერნატიული ფართი ჯერ არა, მაგრამ მგონი შევთავაზეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე იშელეს. ეს მონაცემები ჩარშენდელთან შედარებით ძალადობის ფაქტებმა იმატა. იურისტები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცველები არაეფექტურად მუშაობენ. კერძოდ პოლიცია ხშირ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერს არ წერს და მოძალადის მხრიდან ხელწერილის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მიმდინარე წელს საიამ მხოლოდ შირა ქართლში ოჯახური ძალადობის 100 მეტი შემთხვევა დააფიქსირა. რაც შეეხება ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, ეს არის მიმდინარე წელს სისხლისამართის კოდექსით განისაზღვრა, რომ ოჯახში ძალადობა არის სისხლისამართის დანაშაული და შესაბამისად გაიზარდა პასუხისგებლობა ამასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რომ ხელშეუწყობს ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალადეების მხრიდან კარგად იქნება გაგებული დაცვის მექანიზმი იმისათვის, რომ მათ არ განახორციელონ ძალადობა. სტატისტიკა, რომელიც წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ნამდვილად არ არის თქვათ მცირე და დაბალი მაჩვენებელის. შესაბამისად ეს მიუთითებს პრობლემის აქტუალობაზე. ორგანიზაციები, რომლებიცაც სამიზნე ჯგუფიც არიან ოჯახის ძალადობის მხარევლები, რა თქმა უნდა აქტიურად და ხაზგასმით მართავენ შეხვედრებსაც და ასე თქვათ გასვლით ტრენინგებსაც. საპროტესტო აქცია გაიმართა გურჯაანში, კახეთის ენერგოდისტრიბუციის გურჯაანის აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრის 50-მდე თანამშრომელმა სამუშაო შესრულებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეები ნორმირებული სამუშაო დღის გრაფიკს, ხელფასების გაზრდას, ტექნიკურ აღჭურვილობას და სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით ხელმოწერები აქციის მონაწილეებმა კახეთის ენერგოდისტრიბუციის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს და მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს მასშტაბურად გააგრძელებენ. კახეთის ენერგოდისტრიბუციის გურჯაანის აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრის ხელმძღვანელობამ აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავი შეიკავეს. ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასის 100% გაზრდა. გვაქვს ძალიან მინიმალური ხელფასი 230 ლარი, რომელიც დღეს არაფერს აღარ წარმოადგენს ეგ თანხა. იყოს თავის დროზე შვებულება, რომელიც არ გვეხება და არა გვაქვს ჩვენა. ხელფასი გვაქვს დაბალი, პირველ რიგში, არავინარი ტექნიკა ჩვენ არა გვაქვს. უბრალოდ პლასკა ის არ უუცეთ ჩემთვის. გოქთი არ მაქვს. ჩემი საკუთარი გოქთები მაქვს. მანტი ორი ვარ. და სულ დამპალ მოდელზე ვიცევ სიარული. შესაძლებელი აქვს ელექტრიანი. ანაზღაურება არ მაქვს. სახლიდან რო გავდივარ არ ვიცი ხალხი მოვთ თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩამოწერილი გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, არავინ არ შევალთ და არ გავაგრძელებთ მუშაობას. ლენტეხის მოსახლეობა ელექტროენერგიის დაბალი ძაბვით მიწოდება საპროტესტებს. ისინი ენერგოპრო ჯორჯიას ბრალსდებენ არაკელთით კეთილსინდისიერ მომსახურებაში. სოფელ გაღმა-ლექსურის და ბაბილის მცხოვრებლების განცხადებით თითქმის 1 წელია ელექტროენერგია დაბალი ძაბვით მიეწოდებათ. მათივე თქმით ენერგოპრო ჯორჯიამ ლენტეხში რამდენიმე ტრანსფორმატორი მოხსნა, რის გამო ძაბვამ დაიკლო. ამის გამო მოსახლეობას ძვირადღირებული ტექნიკა გაუფუჭდა, რაზეც მათივე განცხადებით პასუხისმგებელი არავინაა. ენერგოპრო ჯორჯიას იმერეთის მაღალი ძაბვის ექსპლუატაციის განყოფილების პირველი კატეგორიის ოსტატმა მურთაზ ლობჟანიძემ მეცხრეებს განუცხადა, რომ ძაბვის ვარდნა სეზონურად მდინარეებში წყლის კლებას უკავშირდება და დამატებითი დენის ხაროს მოძიების შემდეგ პრობლემა მოგვარდება. დაბალი სიმძლავრის დენი მოგვეწოდება.
იმდენად დაბალია ძაბვა და სიმძლავრე ამ ელექტროენერგიის თუ აი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება, ჩართვა არ შეიძლება და აი შეგვიძლია თქვა რომ ვერ ვიყენებთ რა რასაც ქვია. თითქოს ვიღაცა სვარკავს ასე და მარეგულირებაზე საერთოდ არ ირთვება არც ტელევიზორი და არც მაცივარი. კი მივმართეთ რამდენჯერმე, მაგრამ არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ. მაღალი ძაბვის ქსელში მიმდინარე ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რომელთანაც ენერგოპროჯორჯიას არანაირი შეხება არ აქვს, ხდება ქსელში ძაბვის სიხშირის ცვალებადობა. აღნიშნული ჩვენი ინფორმაციით გაგრძელდება დაახლოებით 1 კვირა, რის შემდეგაც ძაბვა დასტაბილურდება. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს ლაჯანურ ხესის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას. მოსახლეობა ამბობს, რომ ენერგოკომპანიამ ერთ ფიდერზე 11 სოფელი შეაერთა, რაც ხშირად ძაბვის ვარდნის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ასევე ითხოვს მათი ფიდერიდან მოიხსნას ის მაღალმთიანი სოფლები, რომლებიც ზამთარში იკეტება, რადგან დაზიანების შემთხვევაში შუქი არც ხესის დასახლებას მიეწოდება. ალგენდის სამუშაოების ჩატარებას ხშირად უამინდობა ართულებს. ცაგერის მოსახლეობას ენერგოპროჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი პასუხობს. თეონა გეგუჩაძის განმარტებით ძაბვის ვარდნის მიზეზი ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია, რაც უახლოეს მომავალში მოწესრიგდება. საერთოდ დენი არა, ჩართავ ტელევიზორს გამოირთვება მაცივარი, ჩართავ მაცივარს გამოირთვება ტელევიზორი. ვერაფერს საერთოდ დენი არ აღვაქვს რა. ეხლა დაგვაერთეს ძალიან მაღალმთიანი სოფლები. ფაქტიურად ეხლა იქ რომ მოთობს გაზაფხულამდე თოვლი დევს და იქ ცხენით უახვალ, შეიძლება ცხენითაც ვერ მიხვიდე. და იქ რომ ხაზი დაზიანდება, ჩვენ შუქი არ აგვაქვს. ეს ერთი პრობლემა, მაგრამ ახლა შუქი რო არის, ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ ფაქტიურად შუქი არ აგვაქვს. ბოლო პერიოდში ძაბვის ცვალებადობა ცაგერის მომსახურების ცენტრში უკავშირდება მაღალი ძაბვის ქსელში მიმდინარე ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. აღნიშნულ სამუშაოებს ენერგოკომპანია არ ატარებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობისთვის ეს პროცესი უმტკივნეულოდ იქნეს და ამისათვის მძაბვები აიწიათ. ახალი განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას მთავრობის ხდომა სახელმწიფო კანცელარიაში უკვე დასრულებულია. მინისტრთა კაბინეტმა 22 საკითხი განიხილვა. თემას ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა განაგზობს პირდაპირ ეთერში. ნოდარ გისმენთ. დიახსოვსო მინისტრთა კაბინეტი მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პირველი ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა მედიისთვის საინტერესო კითხვებზე და ბუნებრივია მედია საინტერესებდა თენგის გუნდავასთან დაკავშირებული საკითხი. როგორც იცის, მაყურებელმა თენგის გუნდავამ უკვე დატოვა გზანის საპრობილე და მან განაცხადა, რომ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს, ვინაიდან მისი დაკავება მოხდა უკანონოდ, მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის პირველივე დღიდან განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ ისინი მსგავსი მეთოდებით არ იხელმძღვანელებდნენ და შესაბამისად გუნდავას ბრალდებები სრულად უარყო. ასევე დღეს ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა ამინისტიასთან დაკავშირებითაც, რომლის მოსმენას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მიმდინარეობს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად კრიტიკულად იქნება ამ საკითხის მიმართ და მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ საკითხებში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად დაკავებულ გუნდავ უპროფესორად იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დანარჩენი დეტალები არ არის ჩემთვის ცნობილი. დანარჩენი საკითხი შეისწავლა პროკურატურამ და სამართლომ მიიღო გაწყვეტილება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს. ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ძალიან ფრთხილად, ვინაიდან ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული მუხლების ამოღების ფონზე შედეგად მოხდეს ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება ციხიდან, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად კრიტიკულები ვიქნებით და ძალიან ფრთხილი ვიქნებით ამ კანონპროექტის შესწავლის დროს. მე ვთხოვე პარლამენტს, ჩემი უწყება, პროკურატურა და ასევე იუსტიციის სამინისტრო, ჩვენ დავამუშავებთ კანონპროექტს და ჩვენს მოსწრებებს წარუდგენთ პარლამენტს. ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ოპტიმალური ვარიანტის განხილვა გადაგზავნა პარლამენტში. აი ეს პოზიცია მაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთებთ იმისათვის, რომ კრიმინოგენური სიტუაცია არ დაიძაბოს ქვეყანაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს. მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ასევე ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა. კალაძის განცხადებით იგი დაახლოებით 2 დღეში უკვე ინტერაოს წარმომადგენლებს შეხვდება სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს და სწორედ ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ტარიფების გადახედვა და ტარიფების საკითხი იქნება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სემეკთან, მოვისმინეთ მათი მოსაზრება, მათი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ბოლო, ასე რომ ვთქვათ, გადახედვა ტარიფების მოხდა 2005-2006 წლებში, ამის მერე
ახალი არაფერი არ გაკეთებულა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველა კომპანიას ვეთანამშრომლებით და გვაქვს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია მოხდეს ტარიფის დაცევა და რამდენით არის შესაძლებელი. რეჟისორის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა ამის შესახებ მთავრობის ტომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა განაცხადა იგი ჯერჯერობით რეჟისორის თანამდებობაზე მიდის და იგი არ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმცა როგორც გურა მოდიშარიამ განაცხადა შესაძლოა ეს საკითხი გადაიხედოს და ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ჩემი იდეაც იყო და არა მარტო ჩემი, ეს ქართული საზოგადოებრივების მოთხოვნაც იყო, რომ ეს გენიალური რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრს ძალიან გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, დაბრუნებულიყო, ანუ აღდგენილიყო სამართლიანობა. მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მოეწყრნენ და ამ დღეებში ჩვენ გვეხდება შეიძლება დღესაც შევხვდე ბატონო რობიკოს, ხო და უფრო დაწვრილებით შემდეგ გეტყვით ყველა. დღეს კიდევ ერთხელ დევნილთა და განსახლების მინისტრმა დარა ხველიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ დევნილებს, რომლებიც უკანონოდ არიან შესულები გარკვეულ ფაქტებში, რომ დატოვონ ფაქტები, ვინაიდან თუ კი მესაკუთრეები მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, მაშინ სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულები იქნებიან ამ დევნილებს, რომლებიც უკანონოდ არიან შეჭრილები ფაქტში, დაატოვებინონ ეს ფაქტი, თუმცა დარა ხველიძემ დღეს ასევე განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს ფაქტს ჯერჯერობით ადგილი არ ქონია. ასეთი იყო დღევანდელი მთავრობის ხდომა, მთავრობამ 22 საკითხი განიხილვა და ის მთავარი თემები იყო, რომლებიც ministreba დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამოყვეს. სახელმწიფო კანცელარიიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მსჯელობა მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი დეპუტატებისგან პროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი მიიჩნევენ, რომ მშავრდებულთა მასობრივმა გათავისუფლებამ შესაძლოა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაართულოს. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ადამიანები, ვინც იყვნენ, ის იყვნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული პატიმრობიდან და ადამიანები, რომლებსაც მიიღეს პოლიტიკური დევნით სტატუსები სხვა ქვეყანაში, ეს ამ ადამიანებს მიეცეთ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება. შესაძლებელია გავიაროთ ასევე ექსპერტებთან კონსულტაცია, შეიძლება იყოს კრიმინოლოგია, აპროპორციის დავშვა შეიძლება გადანაწილდეს ეს გამოსულთა რაოდენობა ქალაქებზე, სოფლებზე, რამდენად შეცვლის ეს კრიმინოლოგიური მდგომარეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხლომაზე ამნისტიის შესახებ კანონის განხილვის შემდეგ გაირკვევა, რამდენ ადამიანზე და რა კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება კანონი. როგორც მთავრობის ხლომის დაწყებამდე საშუალო აღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონი იმ პატიმრებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ მიეცნენ პასუხისგებაში. ამნისტია არ არის გამოსავალი ყველაზე სწორი, გაცილებით მასშტაბური იქნება ის ღონისძიებები, რასაც გეგმავთ, ეს არის საჭილთა შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადამდე გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება. ორივე ეს გზა ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს, ორივე ეს გზა ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება გამოშვებულმა ადამიანმა წარმოშვას ან არ წარმოშვას გარეთ, ასე რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება და საჭილთა შეკრებილობა არის გაცილებით ეფექტური გზა იმისთვის, რომ განვტვირთოთ ის მაღალი პატიმრიანობა, რომელიც დღეს არის საქართველოს სასჯელო აღსრულების დეპარტამენტში. გიორგობის დღესასწაულზე ციხეს რამდენიმე ასეული პატიმარი დატოვებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია სულ 1400 საქმეს განიხილავს. თევდორაძის განმარტებით საპატრიარქოს სიას შეწყალების კომისია სრულად ვერ განიხილავს, რადგან დროში ვერ მოესწრო და ამ საქმეების ნაწილის განხილვა საახალწლოდ მოხდება. მისივე თქმით, იმისთვის რომ პატიმარს შეწყალება შეეხოს, საშელის ნახევარი მოხდილი უნდა ჰქონდეს და დადებითად უნდა იყოს დახასიათებული. შემოვიდა განსახილველად 1400 საქმე. ამდენი საქმე არ შემოსულა არასდროს, აგიხსნით რაშია საქმე, იმიტომ რომ გარდა იმ საქმეებისა, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის სახელზე იყო განცხადებები, საპატრიარქოს შუამდგომლობითაც დაემატა ამ ასე ვთქვათ განცხადებების კიდე ესია. თუმცა ჩვენ ნამდვილად მთელი შუამდგომლობით შემოსული საპატრიარქოს სია ვერ შევძელით, ვერ გავიარეთ, მაგრამ რაღაცა ნაწილი მოვასწარით, დანარჩენი საახალწლოდ გადავიტანეთ. პანამის არხში ჩარჩენილი მეზღვაურების ჩამოყვანის გეგმა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქალაძე უკვე ესაუბრა მეზღვაურებს. ეს არის ნიგერიული გემი, რომელიც გამოსულია მწყობრიდან და ამიტომ მას პორტში არ უშვებენ. მაია ფანჯიკიძის თქმით, მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა და განიხილება მეზღვაურის ჩამოყვანის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეოთხე თვეა პანამის მახლობლად რეიდზია გაჩერებული.
ესე იოლად საქმე არ არის, როგორც ჩანს, მათ კი ძალიან უნდათ წამოსვლა, მაგრამ იქ რაღაც დეტალები არის კიდევ გასარკვევი, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი მეზღვაურებისთვის. ამავე დროს ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიხილავთ მათი საქართველოში ჩამოყვანის შესაძლებლობებს. ასე რომ დღის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება უკვე კონკრეტული გეგმა, რას ვაპირებთ შეთანხმებული თავად მეზღვაურებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავალიანება აქვს ამ გემს მეზღვაურების მიმართ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა მათთვის და სანამ ისინი თვითონ არ გაერკვევიან ამაში და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ რასაკვირველია მათი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ მუშაობთ მათ ჩამოყვანაზე. შოთა ხიზანიშვილსა და ვასილ ლილუაშვილს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა. საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ მოსამართლე ეკარიშიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზნად ბრალდების სიმძიმე, ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა. საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 26 დეკემბერს გაიმართება, რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ თენგის გუნავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გუნავას გირაოს თანხის 10,000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ბრალდებული საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კი 3 იანვარს გაიმართება. სასამართლომ ბრალდებულ თენგის გუნავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული საქმიანობა, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, ასევე გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისთვის ხელის შეშლის საფრთხე. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსად ახალაიას პროკურატურა ბრალს სავარაუდოდ დღეს დაუსწრებლად წაუყენებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მეცხრე არხის ეთერში ეკაბერიძის გადაცემაში განაცხადა. პროკურორის განმარტებით ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება და ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება. დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. ახალი ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვია ძიძიგურმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ბოლოდროინდელი დაკავების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული. მისი თქმით, დღეს სასამართლო არ არის წეწოლის ქვეშ და ის გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამის დასტურად უმრავლესობის წევრმა თენგის გუნავას საქმე მოიყვანა, რომლისთვისაც პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუ ვინმე საინტერესებს, რომ ქვეყანაში პროცესები მიმდინარეობდეს, ხოლო სამართლებრივად მიდიოდეს კანონის შესაბამისად, ეს არის ახალი ხელისუფლება. თქვენ ხედავთ, რამდენად არის დაინტერესებული მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ საქართველოში რევანშიზმი და პოლიტიკური დევნა კი არ, არამედ დემოკრატიული პროცესები წარიმართოს. ეს სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ. მე შემიძლია ეს ცალსახად გითხრათ, ამიტომ პოლიტიკური დევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჯიბის სასამართლო, რომელიც ყავდა წინა ხელისუფლებას. ეს სასამართლო არ არის ასეთი ტიპის ზეწოლის ქვეშ, ეს კარგად იცით, ეს თან ის სასამართლოა, რომელიც არის სწორედ წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული მოსამართლეებით და ამიტომაც ახლა მე რამდენიმე კომპონენტი გითხარით, რაც არის პოლიტიკური დევნისთვის აუცილებელი და რომელიც საქართველოში უკვე არ არის. ეს არის მედია მონიტორინგი, ეს არის საზოგადოებრივი მონიტორინგი, ეს არის სასამართლო, რომელიც არ არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უდანაშაულობის პრეზუმპციას უგულებელყოფენ და ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეფასებებს სამართლებრივი არგუმენტების გარეშე აკეთებენ. ამის შესახებ დავით არჩიაშვილმა განაცხადა, არჩიაშვილის თქმით, გახმაურებული საქმეების გამოძიება, მათ შორის ბაჩო ახალაიას საქმისა, პროკურატურამ ყველა დეტალის გაცნობისა და ორივე მხარის დაკითხვის შემდეგ უნდა დაიწყოს. დღესვე დავით არჩიაშვილმა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების მხრიდან არის სურვილი, რომ 1 ოქტომბრის შედეგებით საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაბატილდეს. ძალიან დიდი ისტორია პირველ რიგში გუშინდელი დღით იწყება და ის უნდა გაანალიზო კარგად. და ეს გუშინდელი დღე იყო კრიმინალის სრული უკონტროლო გავლენა ციხის შიგნით და ციხის გარეთ. ციხე მართავდა შევარდნაძის ბოლო პერიოდში დანარჩენ გარე სამყაროს. ეს ცნობილია, მე მგონი თუ ამაზე კითხვები იქნება, მოდით ამაზეც ვისაუბროთ. აი ამას უნდა დაპირისპირებოდა ხელისუფლება 2004-5 წლებში. ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იდგა ბაჩო ახალაია. თუ მან ამ ბრძოლაში ჩაიდინა დანაშაული,
რა თქმა უნდა მან პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ გვინდა სრულფასოვანი ინფორმაცია. ქართული დასის ლიდერი ციხეებში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. ჟონდი ბაღთურიას განცხადებით, ციხეები უკანონო პატიმრებით გადატვირთულია. ბაღთურია მიიჩნევს, რომ ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს რეფორმები და ჩატარდეს ამნისტია. ბაღთურია ხელისუფლებას მოუწოდებს ის ადამიანები, ვისაც შემთხვევითი დანაშაული აქვს შადენილი, გაათავისუფლონ. ასევე უნდა გაათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც ნარკომანიით არიან დაავადებული. ქართული დასის ლიდერის განცხადებით, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებს მკურნალობა სჭირდებათ და არა ციხეებში გამოკეტვა. ციხეებში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ერთის ხრი ციხეების გადატვირთულობით, მეორე იმის თვალსაზრისით, რომ ციხეებში ძალიან ბევრი პატიმარი არის სრულიად უკანონო და უკანონოდ იხდის სასჯელს, ძალიან ბევრი უსამართლოდ იხდის სასჯელს, ანუ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მისჯილი აქვს სრულიად არაადეკვატური სასჯელი, რასაც განაპირობებდა სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის სრული უსამართლობა. საპარტნიორო ფონდის დირექტორს 6-ის ნაცვლად 2 მოადგილე ეყოლება ფონდში საინვესტიციო საბჭო ამოქმედება, რომელიც პროექტების შეფასებასთან ერთად საკრედიტო, საფინანსო, ლიკვიდობის, რეპუტაციული და სხვა სახის რისკების ანალიზს მოახდენს და ფონდის როგორც აღმასრულებელ, ისე სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსახორციელებელ პროექტებს მათ პერსპექტიულ ანალიზთან ერთად. რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგი ასევე საპარტნიორო ფონდის მთლიანი სახელმწიფო ფონდის 30%-ით შემცირება. ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ გილაურის შემდეგ ფონდი დატოვა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საქართველოს რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუბაიამ, აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ცვლილებებს იწყებს. საგადასახადო ადმინისტრირების, საკონტროლო შესყიდვებისა და კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმების პროცესებთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისრაფიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლამდე აღნიშნული სამსახური დაგისრებულ ვალდებულებებს არასრულებდა და პროცესები თითქმის შეჩერებული იყო. მისივე განცხადებით, შემოსავლების სამსახური აპირებს მკაცრად გააკონტროლოს გადამხდელების მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ღონისძიება. ამასთან გადაიხადება საჯარიმო სანქციები და გადამხდელებს შემოსავლების სამსახური შეღავათიან მომსახურებას შესთავაზებს. შედეგები ანალიზდება და არა ჩვენს საგადასახადო შემოწმებების წინა საარჩევნო პერიოდში თითქმის შეჩერდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი, არ ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვები, ინვენტარიზაცია და სხვა კანონით დადგენილი საგადასახადო შემოწმებები. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, გვინდა ცალსახად განვაცხადოთ. შემოსავლების სამსახური არ დაუშვებს საგადასახადო ადმინისტრირების შესუსტებას. ასევე გვინდა განვაცხადოთ, გადამხდელის, მისი პარტნიორებისა თუ მენეჯმენტის პოლიტიკური კუთვნილება ან სიმპათიები არ განიხილება როგორც პრივილეგია თავი აარიდოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწესებთ ჩვენივე სამსახურების ქმედებებზე და ვპირდებით გადამხდელებს. მკაცრად აღიკვეთება გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ღონისძიება. სამკურნალო ცენტრ შუა ქალაქის სამედიცინო პერსონალი და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან გულიკო ზუმბაძე ელექტრონული აუქციონის გაუქმებას ითხოვს. როგორც საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, თბილისის ქონების მართვის სააგენტომ ისე გაიტანა ქონება გასაყიდად, რომ ამის შესახებ სამედიცინო პერსონალი არ გაუფრთხილებიათ. ცენტრის ხელმძღვანელობა აუქციონის შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მერიის ქონების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აუქციონზე განცხადების მიღება დღეს დასრულდება და აუქციონი 20 ნოემბერს გაიმართება. მერიაში აცხადებენ, რომ პრივატიზაციის შედეგად მხოლოდ მესაკუთრე შეიცვლება, პროფილი კი იგივე დარჩება. მიმართავ ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შეაჩეროს აუქციონი. მიმართავ ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას და სხვა შესაბამის კომისიებს, რათა შესწავლილი და დადგენილი იქნას შემდეგი. უკვე გაყიდული ასეთი ობიექტები რამდენად აკმაყოფილებენ თბილისელების მოთხოვნებს. საჭიროებს თუ არა ქალაქი ჰქონდეს თავისი მუნიციპალური სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრები. დაასაბუთონ თბილისის საკრებულომ და ქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა, რატომ უნდა გაუყიდონ თბილისელებს შედარებით იაფი და ხარისხიანი მომსახურება, მაშინ, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არის. პრივატიზაციის პროცესი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ამ სფეროში კერძო ინვესტიციის განხორციელება, იგივე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება და გაუმჯობესება, მეტ პერსონალისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სამუშაო გარემო და უკეთესი გარემო თვითონ თბილისელებისთვის ვინც ამ მომსახურებას იღებს და რეალურად შესაძლებელი გვექნება კიდევ ერთი სრულყოფილი და გაუმჯობესებული ჯანდაცვის ობიექტი მივიღოთ.
განაყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. კომპანია Centpoint 6200-მდე ოჯახი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. დაზრალებულთა ნაწილმა საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან გამართა, სადაც ბრალდებები საჯარო რეესტრის მისამართითაც გაისმა. აქციის მონაწილეთა თქმით, საჯარო რეესტრი ბლოკავს ბინის მეპატრონეთა განცხადებებს კუთვნილი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით. როგორც Centpoint-ისგან დაზრალებულები ამბობენ, თუ საჯარო რეესტრი წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას გააგრძელებს და მოქალაქეთა კანონიერ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საპროტესტო აქციებს მომავალშიც გამართავენ. დღეს ვაპროტესტებთ იმას, რომ რეესტრი არ ტარდება ჩვენი ბინები, არ გვაძლევენ მაგის უფლებას, იდახდნენ, რომ ადრე თქვეს, რომ ცალ-ცალკე შეიძლებოდა გატარებულიყო რეესტრი და არავინ. მე რომ მივედი რეესტრზე, დომინდოდა გამეკეთებინა, ეს გეუბნებით ოღონდ ერთი რამოდენიმე თვის უკან, მიპასუხეს, რომ თქვენზე არ არის საერთოდ არანაირი ფართი გაფორმებული. როდესაც დაზარალებული წარადგენს განცხადებას და მას შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება, აბსოლუტურად რაც კი არსებობს მისი მხრიდან და შესაბამისად არ არეგისტრირებს საჯარო რეესტრი ასეთ დაზარალებულის უძრავ ქონებას საჯარო სამსახურში, საფუძვლით რომ Centpoint ჯგუფის მიერ წარდგენილია განცხადება ყველა ჩვენს მიერ წარდგენის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საჯარო რეესტრი ატარებდა არა მოქალაქეთა ინტერესებს, არამედ Centpoint-ის, Nexus-ის და მისი დამფუძნებლების შეულიშვილისა და კერვალიშვილის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ის არ რეგისტრირებდა ამ ქონებას ადამიანებს, რომლებმაც ფული გადაიხადეს მოქმედი ხელშეკრულებების თანახმად სრულად და ეს ბინები იყო ან დასრულებული ამ შეღებების პროცესში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალოს ახალი ხელისუფლების პირობებში და Centpoint-ისა და Nexus-ის დაზრალებულებს დაურეგისტრირდეს მათი კუთვნილი ქონება, რათა შემდგომ მათ შეძლონ მისი განკარგვა. დილდახმაური იყო ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბაზრობაზე და ქუჩაში მოვაჭრეების, როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლები მათ ხშირად შეურაცხყოფას აღენებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ გლდანის მეტროს შესასვლელი გარემოვაჭრეებისგან თითქმის მთლიანად გაწმინდა. გარემოვაჭრეების თქმით, მათ ბაზრობაზე ვაჭრობის საშუალებას ბაზრობის მოვაჭრეები არ ეძლევენ. საპირისპიროს ამტკიცებს ბაზრობის ადმინისტრაცია. მე ამ ცხონია რომ ციგნების გვერდში გავარდა ვაჭრობ. თავარი არის შემდგომ რომ პრობლემები მოხსნა და გადავიხადო. ამ წუთში ტელევიზიას ინტერვიუს ვაძლევდი და მირეკავს ბანკი. რა ვქნა, არ არის ეს ფული, ვერ მოვიპარო და ცუდ საქმეს ვერ გავაკეთებ. გოგუები ამბობენ რომ გვაგინებენ დედას. მე პირადად მართლა არავინ მაგინებს. იქით რომ როდესაც ჩვენ უფრო ვეუხეშებით, მაშინ რატომ ხართ ქალბატონო ასეთი აგრესიული და რაღაცა. აგრესიული ვიქნები, შვილთან მივდივარ და შვილებს ფიცავარ სასაცილოდ. აი ხურდები მიყრია, როგორ წავიდი არ ვიცი. მაგათ უნდათ 4 ლარიან დახჭი და 4 ლარი რომ არის დღეში გადასახდელი. იქ უნდათ დადგნენ, რეალურად უნდათ რომ ვინც იგდგას, ისინი გავყაროთ, ან შევზღუდოთ, ან რაღაცა დავაყენოთ, მაგურად და ეხლა ეგეთი რაღაცა გამორიცხულია, რომ სხვა გაუშვა და ის მოვიყვანო და დახლების მეტი რა 70-მდე დახლი, 60-დან 70-მდე სულ თავისუფალია მოვიდნენ და დადგნენ. საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელში აქვს. სამართლებრივი დავის საფუძველი კი სისხლის სამართლის კოდექსის 3 და 207 მუხლებია. ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლს ეწინააღმდეგება. კერძოდ ხუხაშვილის თქმით 2012 წლის 25 ივლისს ინსტიტუტის ანგარიშის დაღადაღების შემდეგ საბჭოს წევრებმა ვერც ყადაღის მიზეზი გაიგეს და ვერც გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რადგან კანონმდებლობის თანახმად პროცესში დაზრალებული ინსტიტუტი სამართლებრივად მხარედ არ იყო აღიარებული. სარჩელთან ერთად ინსტიტუტი პარლამენტსაც მიმართავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3 და 207 მუხლები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა. საკონსტიტუციო დავის ინიციირების საშუალება მოგვეცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვიყავით დაზარალებული. მოგესალმებათ, რომ სხვა შემთხვევაში ხო ინიციირება ამისი, უნდა მოხდეს პარლამენტიდან, ან სხვა ინსტიტუტებიდან. მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ამას გაგებით მოეკიდება, იმიტომ რომ როგორც მათ გაცხადებული აქვთ მათი მიზანია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ესეთი ტიპის შავი ხვრელების ამოღება კანონმდებლობიდან, ასე რომ მე ოპტიმისტურად უყურებ მათთან თანამშრომლობას ამ კუთხით.
პარტია თავისუფალი საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. პარტიის პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანაძის განცხადებით განათლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტრო არ არის და განმარტავს, რომ სწავლის კიდევ უფრო გაძვირება გამოიღებს შედეგს, რომ განათლების მიღება მხოლოდ დიდარი ფენის წარმომადგენლებს შეეძლებათ. პარტიის გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განმარტებით კი განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რომ 100%-ით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენი ამოცანა, რომ გაიზარდოს ბენეფიციართა რიცხვი, გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები სწავლის დაფინანსებაზე და ამით ჩვენ შევძლოთ მთავარი რამის განხორციელება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განათლება, სწავლის მსურველთა განათლება. ბატონი მარგველაშვილის მიდგომები წააგავს ალბათ უფრო არა განათლების, არამედ ეკონომიკის მინისტრის მიდგომებს, იმიტომ რომ სწორედ ეკონომიკაში არის რომ მნიშვნელოვანი პროდუქციის რენტაბელურობა და ამით მეტი ფინანსური მოგების ნახვა, მაგრამ განათლების სისტემა არის ის სისტემა, სადაც უმთავრეს დივიდენდს წარმოადგენს განათლებული თაობა, პროფესიონალი ახალგაზრდები და განათლების სამინისტროც უნდა იყოს იქითკენ ორიენტირებული. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა ქორთიარდ მარიოტში ნატოს წევრობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. ლიტვიდან, ესტონეთიდან და ლატვიიდან მოწვეული სტუმრები საქართველოს საექსპერტო საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს გაუზიარებენ თავიანთი ქვეყნების მიღწევებსა და სირთულეებს. დადებით და უარყოფით შედეგებს, რაც მათ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებამ მოუტანა. კონფერენცია 22 ნოემბრამდე გასტანს. პროგრამაში შესულია რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის დემოკრატიის შუქურის ჩვენება, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. Такая, что себе мы врачей найти не можем, и у нас третьи рожают так, что не знаем, куда деваться. ამ კონფერენციის მიზანი არის ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რაც ნატოში და ევროკავშირში შესვლის შემდეგ მივიღეთ. რაც ხდება ერაყში, ლიბიასა და ავღანეთში მიუღებელია. ჩვენ დიდი მედებს ვამყარებდით ნატოსა და გაეროზე, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყნებში ისევ გაჭირვებაა. მაღალი ფასები გვაქვს და ინდუსტრიაც დაგვინგრა. ამ ქვეყნების მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ის იმ დოზით და იმ ფორმებით მონაწილეობა კონფლიქტურ სიტუაციებში, ისეთში როგორც არის ავღანეთი და პერსპექტივაში შეიძლება კიდევ მრავალ ქვეყანაში ეს მოხდეს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს მიუღებელია და ამ მხრივ ჩვენი კვლევები და ევროპელი მოქალაქეების განწყობები დიდწილად ემთხოვა ერთმანეთს და ხშირად იქ უფრო მაღალია პროცენტი წინააღმდეგობის აი ამ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის, ვიდრე საქართველოში. ასეთივე ტენდენციებია ბალტიის ქვეყნებში. საზოგადოება ქართული კალათბურთი ახალ ორგანიზაციაში მიხეილ ახვლედიანი, გიორგი მარკოიშვილი, ნუგზარ ჭაიშვილი და ლევან მიქელაძე შედიან. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორგანიზაციამ საკუთარ კანდიდატად მიხეილ ახვლედიანი დაასახელა. ორგანიზაციის წევრებმა ჰოლიდეინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იმ დარღვევებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით კალათბურთის ფედერაციაშია. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ღია წერილის შეტანას აპირებენ. საჭირო ჩავთვალეთ ამ ორგანიზაციის დაარსება, რათა შეგვეკრიბა ქართული საკალათბურთო საზოგადოება, ადამიანები, რომელთაც გული შესტკივა და უყვართ ქართული კალათბურთი და რომელთაც წლების განმავლობაში სამართლიანი პროტესტი უჩნდებათ მოქმედი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიმართ. არ არის დაფიქსირებული დელეგატები. ვინ არიან დელეგატები? არიან კერძო პირები. ვინ არიან კერძო პირები? ჩვენ მოვიკითხეთ სხვა ფედერაციებში რა მდგომარეობა არის. ფეხბურთში 35 დელეგატი. ყველა იურიდიული პირი. რაგბიში 42 დელეგატი. ყველა იურიდიული პირი. ტენისში 60 არ მახსოვს 2 თუ 4 დელეგატი. ყველა იურიდიული პირი. კალათბურთში. მაგრამ ეს რაოდენობა ამ დელეგატებისა არის ყველა არჩევნებზე. ამ ფედერაციებში. კალათბურთის ფედერაციაში ერთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 93 დელეგატმა, მეორეში მიიღო 54-მა, მესამეში 66-მა. ხო ხვდებით აქ და ყველა ამ დელეგატთა უმეტესობა არის კერძო პირები. კერძო პირები შეიძლება იყვნენ მეზობლები, მეგობრები. მე საფუძვლში არა ვარ, გაში ვარ, მოვდივარ. თბილისში ჩამოვალ და თუ რაიმე პრეტენზია აქვს, თუ რაიმე კითხვა აქვს, მე გზათა ვარ, უპასუხო, არანაირი პრობლემა არ არის. კეთილი ფონდის მხარდამჭერი აქცია ისრაელს აქციის ორგანიზატორების განცხადებით მათი მიზანი მეგობარი ქვეყნის გვერდში დგომა. კეთილი ფონდის დირექტორი ამბობს, რომ ისინი ამ აქციით ისრაელში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ. ფონდი ხვალ მხარდამჭერ კონცერტის გამართვას შარდენზე გეგმავს.
ეს როდესაც ისრაელს უჭირს და იბომბება მშვიდობიანი ქალაქები აშდოდი, აშკელონი, მეც აშდოთელი ვარ და აშკელონელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ, რადგანაც მორალურად და სულიერად ჩვენი მეგობრების გვერდში ვარ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ აქცია ხვალ 4 საათზე გეპატიჟებით ყველას. თბილისში შარდენის ქუჩაზე მდებარე სკვერში გაიმართება ნამდვილი ქალაქური კონცერტი, ხარდამჭერი აქცია ისრაელისადმი. მე ეს ნახატი დავხატ ებრაელი ბავშვისთვის, მინდა რომ რაც შეგვიძლია დავეხმაროთ, კარგად იყვნენ და წერილიც დავწერე და ძალიან მიყვარს საერთოდ ისრაელი და ებრაელი ბავშვები. ეს არის საქველმოქმედო კავშირი კეთილი ფონდის აქციის პირველი ნაწილი, სადაც ყველაზე გუწველი მესიჯებს აგზავნიან ბავშვები ისრაელის მოქალაქეებთან, ბავშვებთან. ჩვენი მიზანია და ჩვენი აქციის დევიზია მეგობრობა გზადახიდეთ, გვინდა ჩვენი თქმელი დამოკიდებულება უჩვენოთ ისრაელის მოქალაქეებს და სიკეთით დავამარცხოთ პრობლემები. ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული კონფერენცია გაიმართა დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში. კონფერენციას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილავდნენ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. პროექტის მიზანი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს დახმარება და ინვესტირების განვითარებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ინვესტორისთვის, ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაიხვეწოს ის ვაჭრობის წესები, განსაკუთრებით თურქეთთან, რაც არის ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და ეს ძალიან ხელშეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, მოზიდვას კიდევ დამატებით ინვესტიციების და შეუქმნის ძალიან დიდ კომფორტს ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მუშაობს ამ სფეროში. რაც შეეხება დღის ამბებს ტყიბულში შესაძლოა საყოველთაო გაფიცვა დაიწყოს ციციგურის სახელობის შახტაში დარჩენილ 50-მდე მეშახტე სოლიდარობას მინდელის სახელობის მეშახტეების უცხადებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები შეუერთდებიან. პროტესტი ციციგურის შახტის შესაძლო დემონტაჟს მოხმარ, რის გამოც მეშახტეებმა სამუშაო ადგილი აღარ დატოვეს და საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისე გვახვერძეს, ესე იგი იმ ხელზე მიგვიყვანოს, რომ ის გვათქმევიეს, რომ მომატება კი არა, რაც ჰქონდა ის მაინც მოგვეციო. ამას თავიდანებად ახლა გლატყურავთ, ეს რანაირი კარტულია, არ ვიცი. ესე იგი გამოდის, რომ დაგუძე თავი და იმუშავე, რა ვარც გეტყვის ის. ჩემი მეუღლეც არის, ძმა არის ჩემი კიდე გუშინ დილას რო წავიდნენ 6 საათზე, დილას ჯერ კიდე არ არიან გამოსულები. ჩვენ ვითხოვთ, არ ვითხოვთ ხელფასების მომატებას, ვითხოვთ იმუშაოს შახტა. ჩვენ რა ვარ, შახტაში ევიბისები. შახტი თორეჯერ სადაში მუშაობ. მომოხმეზე მომაჩემ მუშაობ. ამდენი არ მოხდა. ხელფას დაგვიანება არ იყო, იყო შეიძლება ხარბაზე იმანა. მოგებულობთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კორის ოფისში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე იმშელეს. ეს მონაცემები ჩარშრადელთა შედარებით ძალადობის ფაქტებმა იმატა. იურისტები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცველები არაეფექტურად მუშაობენ. კერძოდ პოლიცია ხშირ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერს არ წერს და მოძალადის მხრიდან ხელწერილის ჩამართვევით შემოიფარგლება. მიმდინარე წელს საიამ მხოლოდ შიდა ქართლში ოჯახური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. რაც შეეხება ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, ეს არის მიმდინარე წელს სისხლისამართის კოდექსით განისაზღვრა, რომ ოჯახში ძალადობა არის სისხლისამართის დანაშაული და შესაბამისად გაიზარდა პასუხისგებლობა ამასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რომ ხელშეუწყობს ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციას იმასთან დაკავშირებით და მოძალადეების მხრიდან კარგად იქნება გაგებული დაცვის მექანიზმი იმისათვის, რომ მათ არ განახორციელონ ძალადობა. სტატისტიკა, რომელიც წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ნამდვილად არ არის, თქვათ, მცირე და დაბალი მაჩვენებელის. შესაბამისად, ეს მიუთითებს პრობლემის აქტუალობაზე. ორგანიზაციები, რომლებსაც ამისნეთ ჯგუფიც არიან ოჯახის ძალადობის მსხვერპლები, რა თქმა უნდა, აქტიურად და ხაზგასმით მართავენ შეხვედრებსაც და ასე თქვათ, გასვლით ტრენინგებსაც. საპროტესტო აქცია გაიმართა გურჯაანში. კახეთის ენერგოდისტრიბუციის გურჯაანის აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრის 50-მდე თანამშრომელმა სამუშაო შესრულებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეები ნორმირებული სამუშაო დღის გრაფიკს, ხელფასების გაზრდას, ტექნიკურ აღჭურვილობას და სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით ხელმოწერები აქციის მონაწილეებმა კახეთის ენერგოდისტრიბუციის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს და მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს მასშტაბურად გააგრძელებენ. კახეთის ენერგოდისტრიბუციის გურჯაანის აბონენტთა მომსახურების სერვის ცენტრის ხელმძღვანელობამ აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასის 100% გაზრდა. გვაქვს ძალიან მინიმალური ხელფასი 230 ლარი, რომელიც დღეს არაფერს აღარ წარმოადგენს ეგ თანხა.
იყოს თავის დროზე შვებულება, რომელიც არ გვეხება და არა გვაქვს ჩვენა. ხელფასი გვაქვს დაბალი, პირველ რიგში, არავინარი ტექნიკა ჩვენ არა გვაქვს. უბრალოდ პლასკა ის არ უუცეთ ჩემთვის. გოქტი არ მაქვს. ჩემი საკუთარი გოქტები მაქვს. მანტიორი ვარ. და სულ დამპალ მოდელზე ვიწევ სიარული. შესაძლოა ქსელი თრიანი. ანაზღაურება არ მაქვს. სახლიდან რო გავდივარ არ ვიცი ხალხი მოვთ თუ არა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩამოწერილი გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, არავინ არ შევალთ და არ გავაგრძელებთ მუშაობას. ლენდეხის მოსახლეობა ელექტროენერგიის დაბალი სიმძლავრით მიწოდება საპროტესტებს. ისინი ენერგოპრო ჯორჯიას ბრალსდებენ არაკეთილსინის იერ მომსახურებაში. სოფელ გაღმა-ლექსურის და ბაბილის მცხოვრებლების განცხადებით თითქმის 1 წელია ელექტროენერგია დაბალი სიმძლავრით მიეწოდებათ. მათი ვერთმით ენერგოპრო ჯორჯიამ ლენდეხში რამდენიმე ტრანსფორმატორი მოხსნა, რის გამოც ძაბვამ დაიკლო. ამის გამო მოსახლეობას ძვირადღირებული ტექნიკა გაუფუჭდა, რაზეც მათივე განცხადებით პასუხისმგებელი არავინაა. ენერგოპრო ჯორჯიას იმერეთის მაღალი ძაბვის ექსპლუატაციის განყოფილების პირველი კატეგორიის ოსტატმა მურთაზ ლობჟანიძემ მეცხრეარს განუცხადა, რომ ძაბვის ვარდნა სეზონურად მდინარეებში წყლის კლებას უკავშირდება და დამატებითი დენის წყაროს მოძიების შემდეგ პრობლემა მოგვარდება. დაბალი სიმძლავრის დენი მოგვეწოდება. იმდენად დაბალია ძაბვა და სიმძლავრე ელექტროენერგიის რო საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება, ჩართვა არ შეიძლება და შეგვიძლია თქვა, რომ ვერ ვიყენებთ რასაც თქვი. თითქოს ვიღაცა სვარკავს ასე და მარეგულირებელზე საერთოდ არ ერთვება არც ტელევიზორი და არც მაცივარი. კი მივმართეთ რამდენჯერმე, მაგრამ არაფერი რეაგირება არ მოუხდენიათ. მაღალი ძაბვის ქსელში მიმდინარე ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რომელთანაც ენერგოპრო ჯორჯიას არანაირი შეხება არ აქვს, ხდება ქსელში ძაბვის სიხშირის ცვალებადობა. აღნიშნული ჩვენი ინფორმაციით გაგრძელდება დაახლოებით 1 კვირა, რის შემდეგაც ძაბვა დასტაბილურდება. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს ლაჯანურ ხესის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას. ისინი ამბობენ, რომ ენერგოკომპანიამ ერთ ფიდერზე 11 სოფელი მიაერთა, რაც ხშირად ძაბვის ვარდნის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ასევე ითხოვს მათი ფიდერიდან მოიხსნას ის მაღალმთიანი სოფლები, რომელიც ზამთარში იკეტება, რადგან დაზიანების შემთხვევაში შუქი არც ხესის დასახლებას მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ხშირად უამინდობა ართულებს. საგრის მოსახლეობას ენერგოპრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი პასუხობს. თეონა გეგუჩაძის განმარტებით ძაბვის ვარდნის მიზეზი ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რაც უახლოეს მომავალში მოწესრიგდება. საერთოდ დენი არა, ჩართავ ტელევიზორს გამეერთვება მაცივარი, ჩართავ მაცივარს გამეერთვება ტელევიზორი. ვერაფერს საერთოდ დენი არ აქვს რა. ეხლა დაგვაერთეს ძალიან მაღალმთიანი სოფლები. ფაქტიურად ეხლა იქ რომ მოთობს გაზაფხულამდე თოვლიდებს და იქ ცხენით თუ ახვალ, შეიძლება ცხენითაც ვერ მიხვიდე. და იქ რომ ხაზი დაზიანდება, ჩვენ შუქი არ აქვს. ეს ერთი პრობლემა, მაგრამ ახლა შუქი რო არის, ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ ფაქტიურად შუქი არ აქვს. ბოლო პერიოდში ძაბვის ცვალებადობა ცაგერის მომსახურების ცენტრში უკავშირდება მაღალი ძაბვის ქსელში მიმდინარე ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. აღნიშნულ სამუშაოებს ენერგოკომპანია არ ატარებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობისთვის ეს პროცესი უმტკივნეულოდ იქნეს და ამისათვის მძაბვები აიწიათ. დილნა ხვაური იყო ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა აკრძალა, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოყვა. აქცია მოგვიანებით გამგეობასთან გადაინაცვლა. მოვაჭრეები გარევაჭრობის დროებით ახალ წლამდე დაშვებას და გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ. ზუგდიდში გარევაჭრობა ჯერ კიდევ ივლისში აიკრძალა, თუმცა წინასაარჩევნოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს ვაჭრობის საშუალება მისცა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გარემოვაჭრეები აქციების გამართვას აპირებენ. ზუგდიდის გამგეობას კი მათთვის ალტერნატიული ფართი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია. ვინც აყარამამ გაგვცეს პასუხი, კაცო, რა ვქნათ საწავიდეთ, ამდენი მშიერი ხალხი საწავიდეს. გვიხარია განა ქუჩაში დგომა, ამ წვიმაში, ამ სიცხეში, ამ თოვლში, გვიხარია, არავის არ უხარია, მაგრამ ყველა იძულებით არის აქ. ყველამ რომ ლუკმაპური წაიღო სახში, იმიტომ დგას აქ ყველა. არავითარი ბრძანება არ წარმოუდგენიათ ამას. ესენი არიან დღესდღეობით მოქმედო ხელისუფლება. მობრძანდა აქ და არავისთვის არაფერი რო არ უთქვია, ისე აყყარეს. დაგვანახონ ახალი ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეს რა ქვია საბუთი ბრძანება მოგვცემ, ჩვენს არ ვიმუშავებთ, მე თუ მართლა იკრძალა ეს. გავცხელებით ამ ხალხს რომ გარევაჭრობა აკრძალული იყო საერთოდ მთლიანობაში და გავცხელების შემდეგ გავცხელებას ვაძლევთ და დღეიდან უკვე იძულების წესით უკვე იგრძელება გარევაჭრობა. ალტერნატიული ფართი თუ შეთავაზეთ ამ ადამიანს? ალტერნატიული ფართი ჯერ არა, მაგრამ მგონი შევთავაზებთ.
მე ხვალამდე გეშტობებით ახალი კი რამდენიმე წუთში ნინო ვარდოსანიძესთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.